გიართემ? აჯიმე. 7 წლის გოგონამ პანდემიის დროს დაიწყო ვარჯიში და მალევე კიოკუშინკაი კარატეში დიდ წარმატებას მიაღწია. მან ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო 5 ჯერ, შემდეგ კი 2 ჯერ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. წავიდა ლიკუნა ბოლომდე. კიდე მეტი შეგიძლია, მიდი. ძალიან მინდა რომ თელმა საქართველოს გაგიცნოს. მე ძალიან მინდა რომ თელმა საქართველოს გამიცნოს. მე მაქვს ძალიან ბევრი თასები და ბევრი გამოცდილება. ბიჭებში იღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ გოგო არ იყო. მე ესეთი ინფორმაცია მაქვს შენზე. სწორი ინფორმაცია მაქვს? მე სულ აქ რაც თასები არის, სულ ბიჭებში გამოვედი. 2 გოგოებში. აჰა. 7-დან 2-ია მხოლოდ გოგოების ჩემპიონატში მოგებული? დიახ. მაშ ასე, დროა გაიგოთ, ვინ არის ლიკუნა? ლიკუნა არის მონსტრი, პატარა მონსტრი არის, ბავშვობიდან მონსტრი იყო. დაიბადა თუ არა ეგეთი იყო? დინოზავრი. აი დინოზავრი იყავი მაშინ კი. აი და წყნარი გოგო იყო, რაღაცა კაბა ეცვა და ეხლაცაცვია კაბები, ყველაზე მეტად უყვარს კაბები და სულდად ის კაბებით დარბაზიდან რო გამოვა, გაიხდის კიმანოს, კაბა ჩაიცვამს პრინცესულს, ბეჭდებს, სამკაულებს, რაღაც ხელსაბამებს გაიკეთებს და უკვე პრინცესაა, მაგრამ დარბაზში არა, დარბაზში მონსტრია. მონიგაშმას გამაიტემ თამამად უფრო გოგო სპორტი არ უხდება კი არა, ყველაზე მეტად უხდება. როგორ შენ ტკივა ისე ტკივა მეტოქეს უფრო მეტი სითამამე ნახეთ რა ლამაზები არიან. წავიდა. კიოკუშინკაი კარატე არის კონტაქტური სტილი, რომლის დამაარსებელია იაპონელი დიდოსტატი ცუტაცუ იოამა. იმისათვის, რომ გასაგები გახდეს კიოკუშინკაი კარატის ფილოსოფია, საჭიროა საერთო ფიზიკური და სპეციალური ტექნიკური მომზადება. ლიკუნა არის ყველაზე ძლიერი გოგო, ვინც ოდესმე მყოლია. იმდენად ხისტია, რომ ეს სიხისტე ჩვენ ბრძოლებში ძალიან ადგება. და ყველაზე რაც მნიშვნელოვანია, არ ეშინია ბრძოლების. არ იცის ლიკუნა უკან დახევა რა არის და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ამ ხასიათის გამო. ლიკუნა ჩემთან მოვიდა 4 წლის იყო, კი? 4 წლის იყო ჩემთან. ანუ თავიდანვე აღზრდელი ტრენერი, თუ აქ როგორ ეწოდება ამას? კი, თავიდან პირველი შეხება იყო სპორტთან და პირველივე ჩემთან მოვიდა. ჩემი ცოლი არის სტერეოტიპული ტიპი და რა სპორტი, რი სპორტი. მოდი ციყვაზე შევიყვანოთ. მე ვთქი, კი, შევიყვანოთ, თქო შენ ატარე მეთქი, მე არ ვატარებ მეთქი რა და მაშინ პანდემია რო იყო, საშვები იყო, საჭირო და ამასაც ვინ მისცემდა, მე კიდე მქონდა. და არა, მაშინ ციყვაზე არ ვატაროთ, ტანვარჯიშსეო და არ მიყვარს ეს. თან მოუძებნე რაღაცა ისეთები არ მიყვარს და მიყვარს სპორტი და მოუძებნე ინტერნეტში კარატე იქვე ახლოში. და თავიდან მეთქი ვცდით მეთქი პანდემიის დროს გავერთობით მეთქი და რო შევიყვანეთ ერთი თვე დავაკვირდი და აი ეს მასწავლებელი ხო გოგო ყავს და ცოტა სხვანაირი მithქომა აქ. ჰაჯიმე. მუშტავს მოუჭირე. უკან მომიდიხარ. მუშაობი. ჰაჯიმე. მე ძალიან ისე ვუყურებდი, არა გოგო მასწავლებელია, მეთქი კარატეზე, მეთქი რას მეხუმრები. თან კარატე, სად გოგო მასწავლებელი და თავიდან ძალიან დიდი პროტესტი მქონდა. ვიყიდეთ კარატის ფორმა, კიმანო და 4-ვემ ჩავიცვით და 1 წელი მეც იძულებით ვარჯიშობდი, მაგრამ ბავშვები მაგრად მიეჩვიმდნენ დარბაზს. ყველა ჭეშმარიტი კარატისტი ერთგულია პრინციპებისა, რომელიც ითვალისწინებს უფროსების პატივისცემას, ძალადობისგან თავშეკავებას და სულის სიმტკიცის განვითარებას. 14 წლის გახდა და 15 წლისას შეუძლია შავი ქამარი ჩააბაროს. კარგ მოვარჯიშეს,
კარგ სპორტსმენს დაიმსახურა დღეს კიმანოებით და გადაეცა კიმანოების საჩუქრად. გილოცავთ მთელი ჯგუფი და გისურვებ, რომ არ გაჩერებულიყავი და არასდროს არ დანებდე. აქ გამარჯვება არ არის იოლი. მხოლოდ ხანგრძლივი ვარჯიშების, საკუთარი თავის იძულების, ტკივილის, დაღლილობის, შიშის დაძლევის შემდგომ ხდებიან ჩემპიონები. კარატეს კიდე რაღაცნაირი ერთ-ერთი ყავისფერი, ან დიდი ტორტი უნდა და ჩააქროს. აბა, პატარები გავსწორდით. ძალიან აქაურობა. თუ ჯოშუშ ნახე რა მაგარია, ეხლა ერთ-ერთი დაბადების დღეა, აჩუქეს ეს ფორმა, რაც აქვს თამაში. აქ შედი რომ ჩანდე. ჩაქრობაა და წავიდეთ ხელი რომ. ლამაზად ალაგია უითქვა. როგორი დისციპლინირებულია ყველაფერი რა. რა მაგარია, გავგიჟდები. დაბადების დღე. გილოცავ. ოს. ყველაფერი და ტორტის დაჭერით შემხვდა. ესეთია სპორტი, ყველა ერთმანეთი უყვარს, ყველა ერთმანეთი ზრუნავს. არავინ უყურადღებოდ არ რჩება. ასე რომ თავიდან ძალიან ისე ჩვეულებრივად მიაჩნდათ, რომ არაფერია სპორტზე დაყავთ ბავშვი, მაგრამ მე რომ ვდებდით, რომ ლიკუნა სულ ბიჭებს ხვდებოდა, აი სულ ბიჭებთან იყო ხოლმე ბრძოლაში, ძალიან ისე ნეგატიური გოგოა, ანუ რა გოგოს და ბიჭთან აჩხუბე, ცოტა ცუდი დამოკიდებულება არა. ანუ არ იყო რეალურად რა ის რომ თავის წონაში, თავის ასაკში გოგო მოწინააღმდე ყოლოდა რა. რო გასულიყო და მეტოქი არ ყოლოდა, შესაბამისად ჩაუვარდებოდა ის შეჯიბრი და ამიტომ ჩვენ გქონდა სენსეისთანაც ურთიერთობა თვითონ ფედერაციის პრეზიდენტთან და დაგვთესნება რომ თავის ასაკის, თავის წონის ბიჭებში ასპარეზა ხო ამ შემთხვევაში და ესე ვიყავით 3 თუ 4 ჩემპიონატი, 4 ჩემპიონატი ისე ჩავატარეთ, ისე მოიგო რომ სულ ბიჭებს ხვდებოდა, კი. ყველაზე ვინ გიყვარს? ფული ჩაუდო მანამდე სანამ მოხვიდოდი. ნუ ახლა გოგოები მამების არის, ხო? ჯიბეს რო დახუროს. რა, მართლა გონია ფულშა გიდებ და. ხალი ხო სპორტში უიჭველი უნდა იყოს. ისე ვარ გაწრიალდები. ან ვიღაცა დაგჩაგრავს. ძალიან მაგარი გოგო ხარ. ვახოს მეგობარმა შემოგთავაზა რომ ბავშვი მოგვიყვანეთ, მაგრამ როდესაც მივიყვანეთ თვითონ ერთ-ერთი მასწავლებლის მხრიდან, სპორტის მასწავლებლის მხრიდან აღმოჩნდა ცოტა ისეთი პასუხი, რომ ანუ გოგო მოყავთ, დარბაზში მარტო ბიჭები ვარჯიშობდნენ, მაგრამ დღეს ვარჯიშობს ქალბატონი და ლამის 40 ბიჭში ერთადერთი გოგოა. ჩვენ ვიმყოფებით ჭიდაობის კლუბ მართვეში. ეს დარბაზი მდებარეობს ნახავოკაში, ცოტნე დადიანის 134 ნომერში. დიდ ტრადიციებთან არის დაკავშირებული საქართველოში ჭიდაობა და გვინდა რომ გოგოებში ქალთა ჭიდაობაც ანუ ავაღორძინოთ და ყავდეს მაგარი ფალავნები და მოჭიდავეები. აი, კისერზე უნდა მქონდეს ერთი ხელი და მეორე ხელი, აი, არტყმა უნდა გავაკეთო, აი, ავაწევინო რომ აქ შესასვლელი გავაკეთო. აი, შეხედეთ, აი, ესე უნდა ვაკეთებდეთ უყველა. რა მაგრა აკეთებს, ხო? აკეთებ? ამას ვერ აკეთებ? მნიშვნელოვანია ქალის სპორტში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც კაცი, ისევე ქალი. ჩვენ ჭიდაობაში ნაკლებად არიან ცოტა ჩართულები და დიდი სურვილი მაქვს, რომ რაოდენობა ყავდეს ქალი სპორტსმენები, გოგონები. ჩვენ უფასოდ მივიღებთ, თუ იქნება მსურველი, ვავარჯიშებთ და ხელშეუწყობთ ყველანაირად ამ სპორტის განვითარებას ზოგადად და ქალთა სპორტის განვითარებას. პირველად რომელი თასი მოიგე? გონი მამიკო ეს მოიგე. აი ეს მოიგე. ეგ თასი მოიგე პირველად. და მოდი ამ ხელა შედეგს ისე. ნამდვილად არ ველოდი რომ ეხლა ესე განვითარებოდა მისი კარიერა. ბავშვმა შეძლო, უნდა და მეც ხელი შეუწყე, როგორც შემეძლო და დამიფასა.
რა მოლოდინები გაქვთ, რა გეგმები გაქვთ, რა საპირეთ, რისთვის ამზადებთ? ჯერჯერობით ისევ ვრჩებით კარატეში, ჯერჯერობით გვაქვს ამბიცია, რომ გავაგრძელოთ როგორც ეროვნულ დონეზე ჩემპიონატების მიღება, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე გასვლა. ვემზადებით ყოველთვის, ვემზადებით ყველანაირად. გვაქვს ამბიცია, რომ მარტო საქართველოში არ შემოვიფარგლოთ. მომავალში ალბათ იასპარეზებს ისევ MMA-ის კუთხით. თავის სურვილის მიხედვით როგორ გააგრძელებს. Opa! Ჩვენია მალე. UFC მოვდივართ. UFC მოვდივართ. 2-3-4 გადახრა, გამოდი წავიდა. ბამ ბამ. ბამ, ოჩახა. ბამ, ბამ, 4. ბამ, ბამ. გინდა მოგასუნთქო. მაშინ მუშაობთ. ავიდა, იმოძრავი. მუშაობთ ხოლმე ბევრი. თავარი შრომა და ყველაფერი პოლიგონა. აუცილებლად უნდა აუცილებლად კი. რაც კარგად გამოდის ბავშვს უნდა აკეთოს. ხუბებში ვიპოვე ჩემით. რა აზრის ხარ იმ მამებზე და დედებზე, ვინც ამბობს, რომ ქალია სპორტში რა უნდა? მე ვეტყვი ასეთ ჩობლებს, რომ დაფიქრდით და აუცილებლად შენ შვილს რაც უნდა ისკენაც მიიბძვის და რაღაც ხელი შეუწყე და დაეხმართ. ყველა არ გამოვა მოცეკვავე, ყველა არ გამოვა მოცურავე, ყველა არ იქნება კაბინეტში და ძალიან მაგარი ნასწავლი რა. ზოგმა უნდა ვიჩხუბოთ, ზოგმა უნდა ვიჭიდაო, თავარა ჩვენ საქმე ვაკეთოთ კარგად. და მომავალ თაობას უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ არჩევანი გააკეთოს თვითონ. ავც მე ამის მომხრე ვარ, რომ რატომაც არა. კვირაში ვარჯიშის 6 დღე ვარჯიშე, ვარჯიშობს და ერთი კვირა ისვენებს. მარტო კვირა დღე ვისვენებ. კვირა დღეს ვისვენებთ. წმინდა დღეა კვირა დღეს ასე ვეძახით, იმიტომ რომ კვირა დღეს დავდივართ სასროლელად. ვემსახურებით საქართველოს. ჩაგაჭოქა. ჩემი ტანი გაწუვებს თორე. როგორ? მაგარი შეჯიბრი უნდა ეს ჩემი იმას. შენ რა იარაღი გაქვს? M6. მე რა მაქვს? შენ M4-ის ვარიანტი გაქვს დაბალ კალიბრიანი. 22 LR-ზე. წმინდა დღეც დადგა და პოლიგონის მზადება დაიწყეთ. რადგან დიდი შეჯიბრი მოგვეწყო. ძალიან რომ არ შევწყვენილიყავი პატარა ჩემპიონთან, მასტერკლასი ვახოს ჩავატარებინე. მიარტყი? რომელს გავარტყა თქვენ მითხარით. ხოჭა? გავარტყი პირველი. ლულა ყოველთვის მიწისკენ, ან წინ მხარეს. აღარ დაგვიტოვა სამიზნე. სუგანაგურა დაუშვი ყველას. ლილო გაჩერდი? ჩანაცვლე? ამას ხო დატენილი მდგომარეობაშია. წარი M6 საბრძოლო იარაღი არის, შაშხანა, რომელსაც უნდა კარგად დაფიქსირება, ამას უკუცე მაქვს. მაგრამ დადაკილი. ასე? რამძიმეა, ისიც რამძიმეა ეს ეკიპირება და პლუს კიდე ეს იარაღი, რამდენ კილოა, ხო? ზუსტად არ ვიცი, იარაღი 3 კილო იქნება, 3 და 200. ჩათვალე რომ პატარა ბავშვი გიკავია, ცოტა თავი გამოწიე, აი ესე, სრულად უნდა ჩანდეს, სიშავეები არ უნდა კონდეს. ძალიან გაუშვი მაქვს. კარატეში ხო ყველა სახეს აძრობს. წაგება არა აქვს. 7 წლისაა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 4 წლის ასაკში დაიწყო სპორტული კარიერა. 5 ჯერ მოგებული აქვს საქართველოს ჩემპიონატი კიოკუშინკაიში, რომელიც ყველაზე რთული მიმდინარეობაა კარატეებს შორის. და 2 საერთაშორისო აქვს მოგებული და ეხლა პოლიგონზე ვართ. და აი არ ვიცი, თქვენ თვითონ ნახავთ რა ისაც დაატრიალებს. წამოდი. ვიგო. იქ შევეჯიბროთ? კი. ოპა. დაუშვი. წინიდან არ დაუდგელი ლუში. ვა, შენ გენაცვალე. ოჩახ. გააკეთე კორექტირებები, ოჩახ. მიტილიკო.
ძალიან მაგარია, ძალიან. ვახო მართალი ყოფილა. სტერეოტიპები გვაქვს, რომ გოგო რაღაცას კონკრეტულად ცეკვა ტანვარჯიშში ბიჭებმა რაღაც სპორტი. არა და ეგრე არ არის, ხო? ბავშვს თუ აქვს მოწოდება, თუ აქვს ნიჭი, იმას უნდა ხელი შეუწყოთ. მიუხედავად ყველაფრისა, რა წინააღმდეგობებიც არ უნდა გველოდებოდეს, ხო? ხშირია ხოლმე, რომ საზოგადოების გავლენა ოჯახებზე ძალიან დიდია, რა სიტყვის ხვები, რას არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, უბრალოდ უნდა მიყვეთ ბავშვის სურვილებს, ბავშვის ინტერესებს. ბავშვს უნდა სპორტი, უნდა ჩაგდოთ სპორტში, იქნება ფეხბურთი, კალათბურთი, MMA იქნება, ხატვა იქნება თუ ცეკვა, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბავშვს ქონდეს ამასისგან მიდრეკილება და სურვილი. სურვილი და მშობელი იმისთვის არის, რომ ბავშვის პოტენციალი განავითაროს, ხო და მიმართულება მისცეს და როგორია მიკონა? როგორი დაიკოვა? კარგი. განიცაც ყველაფერი წინა, ხო? მე მჯერა რომ პირველ ბევრ პირველ ადგილს. არა დანი? კი. უეჭველი, აბა კონთები მაჩვენე, ამ ხელა კონთები გაქვს. ვა, ნახე ამ ხელა კონთები. აი დიდი რო გაიზრდება, უფრო მეტ დიდი კუნთები აქვს. ნახე რა მაგარია. ვაუ. აბა შენ გამიკეთე პირველად. რა? მოდი გავიკეთოთ. ახლა შენ ნახე საწერ-კალამი მომიტანე და აქ დამიწერე ლილუს ლიკუნასგან. არის ბევრი გოგონები, შენ ხელები, რომელსაც მშობლები უშლიან ხოლმე სპორტზე სიარულს, თუნდაც კარატეზე, იმიტომ რომ გოგოს საქმე არ არისო. ესეთ მშობლებს რა სიტყვები? მე ვატყოდე რა. ჩვენ სპორტზე რა იმიტომ დავდივართ, ჩვენ ძლიერდებით, მეწყინებოდა რომ მამიკო არ გამიშვებდა, მაგრამ მაინც სახში ჩავჭდებოდი და ვივარჯიშებდები. ანუ ბოლომდე უნდა მივაწყვეთ ჩვენს სურვილებს და არ გავჩერდეთ, ხო? ამის თქმა გინდა. ხო.